მთელი ცივილიზაცია დღეს ღამით დაიღუპება და აღარასოდეს დაბრუნდება. Ho, რას ნიშნავს ეს? სამშაბათი ირანში იქნება ელექტროსადგურის და ხიდის დღე, ორივე ერთად. ესეთი რამ არ იქნება. გახსენი, ეს საოჯახო შოუა ომზე, პირდაპირი, შენ გიჟი ხარ. მაინც საოჯახო შოუა ომზე, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებ. გონი, ამას გავუშვებთ. უბრალოდ უყურე. კარგი, ეს მაინც ავიცილეთ თავიდან. ჯერჯერობით მაინც. სამშაბათს ცივილიზაციის გაქრობის მაგივრად უფრო ზავის მსგავსი რამ მოხდა, რომელსაც ერთ დრეზე ნაკლებ დროში გაუჩნდა ბზარები. ზავის პირველ დღეს ჰორმუზის სრუტე მხოლოდ 5 გემმა გადაკვეთა, რაც ნაკლებია ვიდრე წინადვეს. თუ ზავი მთლიანად დაირღვევა, ეს არავის გააკვირვებს. და შემდეგ მალევე ალბათ ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ პოსტს Truth Social-ზე, მაგალითად. მთელი ცივილიზაცია დღეს ღამით დაიღუპება და აღარასოდეს დაბრუნდება. რადგან უკვე ვიწყებთ მათ მიღებას. თუ ირანი სრულად არ დაიცავს ცეცხლის შეწყვეტას, მაშინ სროლა დაიწყება, უფრო მასშტაბურად, უკეთესად და ძლიერად, ვიდრე ოდესმე ვინმეს უნახავს. კარგი, მაშინ მოდი გულწრფელად ვისაუბროთ ცივილიზაციის განადგურებაზე და კონკრეტულად იმაზე, რატომ არ არის ეს კარგი იდეა. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჯერ უნდა განვიხილოთ ნაკლებად დამაჯერებელი არგუმენტი საერთაშორისო სამართალზე. შემდეგ კი შესაძლოა დამაჯერებელი, შესაძლოა არა არგუმენტი უკუშედეგებზე. და შემდეგ ნამდვილად დამაჯერებელი არგუმენტი იმაზე, როგორ ჯობია მოლაპარაკება, როცა რაღაცას მძევლად იყენებ. თუ აქ ახალი ხარ, ჯერ მოგესალმები, მაგრამ მეორე მხრივ, გონია რომ ფიქრობ, რომ ახლა 10 წუთის განმავლობაში საერთაშორისო სამართლის დეტალებში ჩაუღრმავდები. არა, ასე არ ვაპირებ. იმიტომ რომ საერთაშორისო სამართალი აბსურდული. კი, ალბათ კარგია რომ არსებობს რაღაც, რისკენაც უნდა ისწრაფოდე, მაგრამ რეალურ პრაქტიკაში ეს თითქმის არაფერს ნიშნავს და სწორედ ეს ხდის მას აბსურდულად. მიუხედავად ამისა, ტრამპის Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტებზე ყველაზე გავრცელებული რეაქცია შოკი და საშინელებაა. ესე ვერ მოიქცევი. ეს საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგია, იტყვიან ისინი. კარგი, მერე რა? რა მოხდება თუ დონალდ ტრამპი დაარღვევს საერთაშორისო სამართალს? ვინმე მოვა და დააკავებს მას? რას გააკეთებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია? დაუწესებს სანქციებს? დაუწესებს სანქციებს თავისი არმიით. მოიცადეთ ერთი წუთით. გაერთიანებულ ერებს არმია არ ხავს. არაფერი გვისწავლია ჯორჯ ბუშისა და ერაყის შემდეგ. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, როგორც მისი ტიპის ყველა სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, უძლურია. ეხლა არ გამიგოთ არასწორად. უძლური საერთაშორისო ორგანიზაციებიც კი შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს და გააუმჯობესოს ყველა მონაწილეს კეთილდღეობა. ჩემმა რეალურმა თამაშების თეორეტიკოსმა, რეალურმა პროფესორმა და აკადემიურმა ალტერ ეგომ ამ თემაზე ფართოდ დაწერა. მაგრამ საუბარი რომელი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციებსაც ეხება, ისინი ნამდვილად ვერ აღწევენ წარმატებას ვინმეს იძულებით. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გზა, რომ მათ რეალური გავლენა მოახდინონ, არის ის, რომ შექმნან სტანდარტები შიდა კანონებისთვის და შემდეგ ზეწოლა მოახდინონ მთავრობებზე, რათა მიიღონ შიდა კანონები, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სამართალს. ეს მუშაობს იმიტომ, რომ შიდა კანონები, როგორც წესი, უფრო ადვილად აღსრულებადია. მაგრამ ნუ დადებთ ფსონს, რომ ამას აქ მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება. ტრამპის იუსტიციის დეპარტამენტი უკვე ამზადებს იურიდიულ არგუმენტებს გვერდის ავლის გზებისთვის, რაზეც ცოტა ხანში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. ჰაგის სასამართლოს მოსამართლეები არ იქნებიან ისინი, ვინც საბოლოოდ განსაზღვრავენ აშშ-ის კანონების კანონიერებას, ასე რომ ამ აზრს ახლავე თავი დაანებეთ. გარკვეულწილად ზოგიერთი გავრცელებული არგუმენტი თითქოს ამასაც ითვალისწინებს. მაგრამ მათი მოლოდინები მაინც არ ემთხვევა თეთრი სახლის რეალობას. საერთაშორისო კანონები უნდა შესრულდეს, რადგან მათი დარღვევა ცუდია. საბოლოო ჯამში ეს ხო კანონებია, არ გცვენიათ ბატონო. არ გცვენიათ. ეხლა სასტრაფო ამბავია, ბევრ საერთაშორისო ლიდერს არ ცვენია. სინამდვილეში ეს შეიძლება იყოს ლიდერების მთავარი თვისება, რომელიც მათ ჩვენგან განასხვავებს. გონია რომ ვინმეს დააჯერებს საერთაშორისო სამართლის არგუმენტი ამ საკითხზე. ანუ ვინმეს, ვინც უკვე არ არის დარწმუნებული. ვინმეს კიდევ არ ეჩვენება ირონიულად ის, რომ ხალხი ხშირად აკრიტიკებს ტრამპს მორალის აშკარა უქონლობის გამო, მაგრამ მაინც ცდილობს მორალისტური არგუმენტებით დაარწმუნოს. სამი თვეც არ არის გასული მას შემდეგ, რაც მსოფლიო ლიდერები დავოსში შეიკრიბნენ, რომ თავიანთი უცნაური ლიდერული საქმეები გაეკეთებინათ. შეიძლება გავსწოდეთ, რომ კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ღონისძიებაზე ბევრი საზრით საუკეთესო სიტყვით გამოსვლა მოახდინა, რომლის თემაც მსოფლიო წესრიგი და საერთაშორისო სამართალი იყო. აი მთავარი აზრი.
დღეს ვისაუბრებ მსოფლიო წესრიგის ღვევაზე, სასიამოვნო ფიქციის დასასრულზე და მკაცრი რეალობის დასაწყისზე, სადაც გეოპოლიტიკა, სადაც დიდი მთავარი ძალების გეოპოლიტიკა არ ექვემდებარება არანაირ ზღვარს, არანაირ შეზღუდვას. სინამდვილეში ეს ნაწილი ფრანგულად იყო, მაგრამ დამიჯერეთ, არ გინდათ რომ მევცადო მისი თქმა. საბედნიეროდ, შემდეგ მან ინგლისურზე გადაერთა. აცლეულების განმავლობაში ისეთი ქვეყნები როგორიცაა კანადა, გვაუდნენ იმაზე, რასაც ჩვენ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს უწოდებთ. ჩვენ ვიცოდით, რომ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის ისტორია ნაწილობრივ მცდარი იყო. რომ ყველაზე ძლიერები თავს გაათავისუფლებდნენ წესებისგან, როცა ეს მათთვის მოსახერხებელი იქნებოდა. რომ სავაჭრო წესები ასიმეტრიულად ავსრულდებოდა. და ჩვენ ვიცოდით, რომ საერთაშორისო სამართალი სხვადასხვანაირი სიმკაცრით მოქმედებდა, იმის მიხედვით, ვინ იყო ბრალდებული ან მსხვერპლი. ეს სიტყვა სამ თვეზე ნაკლებად ადრე იყო წარმოთქმული და თითქოს ყველამ დაივიწყა იგი. ჩვენ ისევ საუბრობთ საერთაშორისო სამართალზე, ისე თითქოს მას მნიშვნელობა აქვს. არ აქვს. მოდით გხავთ, გადავიდეთ უფრო სტრატეგიულად გააზრებულ მიდგომაზე. შეიძლება იფიქროთ, რომ ალტერნატივა, რომელსაც შემოგთავაზებთ, ირანის შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით უკუშე დეგს გამოიწვევს. რომ რეჟიმი არაპოპულარული იყო ომში შესვლისას. შეერთებულმა შტატებმა ეს ომი თებერვლის ბოლოს წამოიწყო, რათა მთავრობის სისუსტით ესარგებლა. და რომ საბოლოო მიზანია უფრო მეგობრული რეჟიმი ჩაანაცვლოს მას. მაგრამ ელექტროსადგურებისა და ხიდების განადგურება? არა, ეს უკვე ეფექტს იძლევა. ეს გამოიწვევს ეგრეთ წოდებულ დროშის გარშემო შეკრების ეფექტს, როდესაც ქვეყნის ზომიერები მთავრობის მხარეს დადგებიან. ეს ორივე საშუალებას მისცემს ირანის მთავრობას გააგრძელოს ბრძოლა შეერთებულ შტატებთან და წინააღმდეგობა გაუწიოს ქვეყანაში მომიტინგეებს. შეიძლება ეს მოხდეს? დიახ, აბსოლუტურად. არ მეპარება ეჭვი, რომ გარკვეულ დონეზე უკურეაქცია იქნება. ეს ესეთი ესკალაციური ნაბიჯის აშკარა უარყოფითი მხარეა. საინტერესოა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აშშ-ს დაზვერვა ძალიან სკეპტიკურად არის განზანთმობილი აჯანყების შესაძლებლობის მიმართ. ამაზე გარკვეული გაჟონვები უკვე ყოფილა, თუმცა რთულია განსაზღვრო, ანალიზდება თუ არა შეფასებებში ის, რაც ახლა შეიძლება მოხდეს, თუ ის, რაც ხანგრძლივი კამპანიის შემდეგ იქნება შესაძლებელი. თუმცა საბოლოო შედეგიც აქ არ არის ის ნათელი და გარდაუვალი უარყოფითი მხარე, როგორც ამას მედიის განხილვა წარმოაჩენს. სინამდვილეში ამ არგუმენტთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემები ორმაგია. პირველ რიგში ზოგადად ეს არ არის ნულოვანი ჯამის თამაში შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის. მოქალაქეები ერთს მეორეს წინააღმდეგ არ ირჩევენ. თუ მთავრობის დამხობის შესაძლებლობა გაჩნდება, იანურის იმავე პროტესტის ბირთვი უდავოდ ისევ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას. ირანის მთავრობის თვალსაზრისით კითხვა ისაა, შეძლებენ თუ არა მათ ზომიერების მომხრეების დარწმუნებას, რომ ეს სინამდვილეში ნულოვანი ჯამის თამაშია და ის ეშმაკი, რომელსაც იცნობენ, სჯობს თეთრ სახლში მყოფ ეშმაკს. მაშ, იციან თუ არა ირანის მოსახლეობამ, რომ შეერთებულ შტატებს რეალურად არ შეუძლია ირანის დაპყრობა და მართვა? იციან თუ არა ისინი, რომ შეერთებულ შტატებს ადგილზე ჯარი არ ჰყავს, ხოლო რამდენიმე ათასი ჯარისკაცის განთავსება შეუძლია ამ ეტაპზე და რომ ქვეყნის პირდაპირი ოკუპაციის მცდელობისთვის გაცილებით მეტი ძალა დასჭირდებოდა. და თუ უყურებდნენ რა ხდებოდა ერაყში 2003 წელს, როცა შეერთებულმა შტატებმა მართლაც დაამხო ქვეყნის დიქტატორი, მაგრამ არ სურდა ერატი აშშ-ის პროტექტორატად ექცია. თავარი უკუშედეგის რწმენის მეორე შესაძლო ნაკლი მდგომარეობის ეკონომიკურ მხარეს ეხება. იმის ნაწილი, რაც განსაზღვრავს სურს თუ არა ვინმეს პროტესტი, არის ამის ალტერნატიული ღირებულება. ადამიანები, რომლებსაც კარგად ანაზღაურებადი სამუშაო აქვთ, როგორც წესი აგრძელებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, თუნდაც ხელისუფლებას სძულდეთ, რადგან მათთვის ყველაფერი შედარებით კარგადაა და პროტესტის არ რისკოა. თუ მთელ ქვეყანას ელექტროენერგიას გაუთიშავ, ამ ადამიანებისთვის ყველაფერი აღარ გამოჩნდება ასე კარგად. გაწკენენ თუ არა ისინი იმაზე, რომ ეს შეერთებული შტატების სამხედროებმა გამოიწვიეს? შეიძლება. შეცვლის ეს მათ უარყოფით დამოკიდებულებას ირანის მთავრობის მიმართ? ალბათ არა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ მათ შეუძლიათ რაღაც გააკეთონ ირანის მთავრობის წინააღმდეგ. მათ ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლიათ იმისთვის, რომ შეაჩერონ ამერიკული ბომბების წვიმა. გარდა იმისა, რომ ირონიულად ირანის მთავრობა დაამხონ. შესაბამისად, მოგვიწევს დაველოდოთ და ნახოთ, რა ჯამური უკუშედეგები მოყვება ამას, თუ შეერთებული შტატები ოდესმე გამოიყენებს ამ სტრატეგიას. და ბოლოს, ჩვენ უნდა მივიდეთ თავარ საკითხამდე. არსებობს ფუნდამენტური პრობლემა ინფრასტრუქტურის განადგურებაში. ეს არის საკითხი, რომელსაც ჩვენ დეტალურად განვიხილავდით რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, როგორც იქაური ინფრასტრუქტურის, ასევე კრემლის ფულის თვალსაზრისით, რომელსაც ევროპა მძევლად ამყოფებს. და მძევლად ოფნა სწორად ასახავს სიტუაციას აქ, თუნდაც ინფრასტრუქტურაზე ვსაუბრობდეთ.
როცა ხიდს ან ელექტროსადგურს გაანადგურებ, არ არსებობს მარტივი ღილაკი, რომ დააბრუნო ყველაფერი პირვანდელ მდგომარეობაში. და ეს პრობლემა ხდება, თუ ზეწოლით მოლაპარაკებებს აწარმოებ მოწინააღმდეგესთან, მაგალითად, ჰორმუზის სრუტეზე. შენი მოლაპარაკების ბერკეტი განისაზღვრება იმით, რას შეძლებ მიიღო ბრძოლით და რა ხარჯებს დააკისრებ მოწინააღმდეგეს, თუ ვივარაუდებთ, რომ ბრძოლა სამხედრო დასასრულამდე მივა. შეიძლება პარადოქსულად ჟერდეს, მაგრამ რეალურად არ გინდა, რომ ეს ხარჯები მოწინააღმდეგეს ბრძოლაში დააკისრო. არა მანამდე, სანამ ყველაფერი არ მოიწურება და მოლაპარაკებების ბოლო შესაძლო რაუნდიც კი ვერ დასრულდება წარმატებით. ეს იმიტომ ხდება, რომ თუ მოწინააღმდეგე ამ ხარჯს ადრე გადაიხდის, ეს შემდგომში მის გადაწყვეტილებებზე გავლენას აღარ მოახდენს. ის უბრალოდ გაქრება. და ეს ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგისთვის ომის გაგრძელების ხარჯები მცირდება. თქვენ თქვენი მოლაპარაკების ბერკეტის ნაწილს კარგავთ. აი, ინტუიციური გზა ამის შესახებ ფიქრისთვის. თუ თქვენ მძევლად ხავთ ვინმე გამოსასყიდის სანაცვლოდ და ოჯახი უარს ამბობს გადახდაზე, შეცვის თუ არა მძევლის მოკლა სიტუაციას? არა. თქვენ უბრალოდ დაკარგეთ ერთადერთი ბერკეტი, რაც კი რაც გქონდათ. ამის მიუხედავად, არსებობს ბუნებრივი კომპრომისები, როდესაც სამხედრო პროგრესს აღწევთ ომის სასურველი დასასრულისკენ. სამხედრო მიზნების მიღწევა ნიშნავს, რომ ომის მოსალოდნელ შედეგს თქვენ სასურველ მიმართულებაში წაიყვანთ, მაგრამ ეს გარდაულად აყენებს მოწინააღმდეგეს გამოუსწორებელ ზარალს. ამის მიუხედავად, შეგიძლიათ მოიპოვოთ მოლაპარაკების უპირატესობა, თუ შედეგი უფრო მეტად თქვენ სასარგებლოდ შეიცვლება, ვიდრე ის გამოუსწორებელი ზარალი, რაც მოწინააღმდეგეს მიადგა, თქვენ საწინააღმდეგოდ შეიცვლება ცვლება. ეს მაგალითად სწორედ ის მიზეზია, რის გამოც უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმა ზოგადად კარგი იდეაა. ეს ობიექტები შედარებით მოკლე დროში შეიძლება შეკეთდეს, ამიტომ გამოუსწორებელი ზარალის ნაწილი მცირეა. მაგრამ რუსეთი იკარგავს შემოსავალს, რაც კრემლის ბიუჯეტურ შეზღუდებს ამძაფრებს და უკრაინას ბრძოლის ველზე ნაკლები მტრის ჯარისკაცი ხვდება. ეს ასევე განსხვავებაა კარგის კუნძულის განადგურებასა და მის უბრალოდ გამოუსადეგარ მდგომარეობაში დატოვებას შორის, სანამ ირანთან ომი გაგრძელდება. სხვა მხრიდან რომ შევხედოთ, ეს განსხვავება ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივად დახურვასა და მის ნაღმებით ხანგრძლივი დროით ჩახერგვას შორის, როგორც მშვიდობიან, ისე საომარ პერიოდში. სინამდვილეში, საერთაშორისო სამართალი ასეთ დათმობას უშვებს. გაქთულია სამიზნე დაერჩიო ინფრასტრუქტურა, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ემსახურება, თუ მას აქვს პროპორციული სამხედრო ეფექტი. ეხლა, ვინ განსაზღვრავს, რას ნიშნავს პროპორციულობა? სწორედ აქ ირღვევა ყველაფერი. იცით, სწორედ ამ მიმართულებით მიდის იუსტიციის დეპარტამენტი. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები არ არის ზოგიერთი საერთაშორისო შეთანხმების მონაწილე, მაგალითად, ჟენევის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმი. კიდევ ერთხელ, საერთაშორისო სამართალი არ იქნება დამაჯერებელი არგუმენტი იმ ადამიანებისთვის, ვინც რეალურად იღებს გადაწყვეტილებებს. რაც უფრო იმგვარი, რომ ამერიკა უპირველეს ყოვლისა არ ნიშნავს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რაც აზიანებს აშშ-ის ინტერესებს. და ასეთი ქმედებები აზიანებს აშშ-ის ინტერესებს, იქნებოდა ბევრად უფრო ეფექტური, პროეფექტური. როგორც არ უნდა იყოს, არ ვიცი, რამდენად შორს წავა ეს გეგმა, თუ ტრამპის ცდილობს სრულად განახორციელოს იგი. საერთოდ არ იქნება გასაკვირი, თუ ვიხილავთ უფრო მეტ დარტყმას ირანის ინფრასტრუქტურაზე. არა იმიტომ, რომ ტრამპი სოციალურ მედიაში იმუქრება, არამედ იმიტომ, რომ თეთრი სახლი ფიქრობს, ეს ომს წაიწევს წინ. მაგრამ ჩემთვის საინტერესო იყო ის, რომ თითქმის 3 სრული დღის განმავლობაში ახალი ამბების სიუჟეტები ეფუძნებოდა იმას, რასაც დონალდ ტრამპი ამბობდა. დიახ, ეს არ არის ის ტიპის განცხადებები, რასაც პრეზიდენტები ჩვეულებრივ ამბობენ, მაგრამ ეს მაინც არ არის ის საკითხები, რაზეც ომის დამკვირვებლებმა ყურადღება უნდა გაამახვილოს. გახსოვდეთ, ამაზე საკვებთან დაკავშირებული მემი არსებობს. სამყარო, რომელიც მემს იჯერებს, შეუთავსებელია იმ სამყაროსთან, რომელიც ცდილობს დონალდ ტრამპის ყოველი მუქარა გაანალიზოს. შედარებისთვის, რამდენჯერ ხსმენიათ ირანის მხრიდან სიკვდილი ამერიკას შეძახილი. ეს მეტნაკლებად იგივეა, უბრალოდ უფრო მოკლედ ნათქვამი, რასაც ტრამპი იმუქრებოდა. მაგრამ ჩვენ ვისწავლეთ, ყურადღება არ მივაქციოთ ამას, რადგან სწორედ ამას ამბობენ ისინი. და საერთაშორისო ურთიერთობებში რაღაცების თქმა ძალიან მნიშვნელოვანი არ არის. მოქმედებაა მთავარი. ამიტომაც ვცდილობ ყურადღება სწორედ სამხედრო კრიზისების ამ ნაწილზე გავამახვილო. და აქ, იმ ტიპის ქმედებას, რომელსაც ტრამპი ემუქრებოდა, უზარმაზარი სტრატეგიული ნაკლი აქვს. აბა, რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ დღევანდელი დღისთვის? საერთაშორისო სამართლის საფუძველზე წინააღმდეგობის გაწევა ენერგიის ფუჭი ხარჯვაა, რადგან ეს ამ ადმინისტრაციას საერთოდ არ დაარწმუნებს. ესეთი ოპერაციების შემთხვევაში უკუშედეგის რისკი არსებობს, თუმცა საერთო ეფექტი შეიძლება შერეული იყოს. ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღება შეიძლება საკუთარ მოლაპარაკების ძალას დააზიანოს. ამიტომაც ეს, როგორც წესი, კარგი იდეა არ არის. კარგი იდეა კი ის არის, რომ გავაგრძელოთ სწავლა და მეტი გავიგოთ ომში მიმდინარე მოვლენებზე. ბევრი ვიდეო და სრული პლეილისტი ამ თემაზე. დაათვალიერეთ ისინი. თუ დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ, გთხოვთ, მოიწონეთ, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი და შემდეგ ჯერზე ისევ გნახავთ.
მოიფრთხილეთ თავი.